სრული თავისუფლება, პატივისცემა და თანასწორობა. ეს ის 4 რამ არის, რის გარეშეც ბავშვი თუ იზრდება, ის ტრავმირდება. ის ვერ იზრდება ფსიქიკურად, ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ადამიანი. და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა არის უმთავრესი. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე განათლება. იმიტომ რომ ამ ქვეყნად უამრავი მილიონობით, მილიარდობით შეიძლება განათლებული ადამიანია, რომელსაც უამრავი ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს და ის თავის განათლებას ან ვერ იყენებს, ან რაღაც ისეთ სისულელეში იყენებს, რომ იმის იქით აღარ შეიძლება. ანუ მე ვამბობ ესეთ რამეს, რომ თუ ჩვენ გვინდა აღზარდოთ პირველ რიგში ბედნიერი ადამიანები, ჩვენ უნდა უარი ვთქვათ იმ განათლების სისტემაზე, რომელიც გვაქვს. ეს განათლების სისტემა თრგუნავს პიროვნებას, ზრდის მას ემოციურ ინვალიდად. ანგრევს მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ანუ უნგრევს აზროვნების უნარს, უნგრევს ემოციური ემპათიის უნარს, უნგრევს შემოქმედებას, აბსოლუტურად ყველაფერს უნგრევს და ამას აკეთებს სკოლა თავისი სისტემური კომპონენტების მეშვეობით. ანუ რისი თქმა მინდა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგია მასწავლებელი სკოლაში. რამდენ სულ საუკეთესო მასწავლებლებითაც რომ დავაკომპლექტო სკოლა, თვითონ ეს სისტემა, რომელიც არის ყაზარმული, რომელიც არის ციხის და ყაზარმის პრინციპით აგებული, დაწყებული არქიტექტურით, რომ შევხედოთ, ეს არის ციხის არქიტექტურა, ყაზარმის არქიტექტურა და გაგრძელებული ისეთი სისტემური კომპონენტებით, მე ხას უსვამ. სისტემური კომპონენტები ნიშნავს იმ კომპონენტებს, რომლებიც არასოდეს არ იცვლება, არც ამერიკაში, არც საფრანგეთში, არც ჩრდილოეთ კორეაში და არც საბჭოთა კავშირში. აი ეს არის, ამითია იყო და არის ეს სკოლები ამერიკაშიც, ევროპაშიც და ჩრდილოეთ კორეაშიც ერთნაირი, ანუ დიქტატორულ სახელმწიფოებშიც და დემოკრატიულშიც. და ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ სინამდვილეში იმ ევროპაში და ამერიკაშიც, რომელიც თავს დებენ დემოკრატიაზე, სინამდვილეში ეს არის მოჩვენებითი ეს დემოკრატია, რაღაც დონეზე არსებობს დემოკრატია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არ არსებობს, იმიტომ რომ სახელმწიფოები გათვლას აკეთებენ იმაზე, რომ ბავშვი დაზომბირდეს ბავშვობაში, გაიზარდოს მორჩილი ადამიანი და ამას ეს არის უზარმაზარი წვრთნა. ძალიან ცუდი უარყოფითი მნიშვნელობით წვრთნა. რა სისტემური კომპონენტებია? ეს არის ჩამწკრივებული ჯდომა, ერთი ავტორიტეტი წინ მასწავლებლის სახით, რომელიც ყოველთვის მართალია და რომლის უკანაც დგას დირექტორი და იმის უკან განათლების სისტემა, რომელიც ყოველთვის მართალია. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ტოტალიტარული სექტის სისტემა, სადაც ერთი ყველაფერში მართალია და დანარჩენები მას ემორჩილებიან უსიტყვოდ და არანაირი უფლებები არ აქვთ. მერე ეს არის ზარი, რომელიც ბავშვებს აჩვევს გულგრილობას და ეუბნება, რომ მათ დაინტერესებას არ აქვს აზრი. რომ როგორც არ უნდა დაინტერესდეს საგნი, ჩვენ თუ ზარი რო დაირეკება, უნდა წამოდგე და გახვიდე სხვა ოთახში და სხვა რამე ისწავლო. თვითონ საგნებად დაყოფა სასწავლო პროცესის, რომელიც აჩვევს ბავშვებს იმას, რომ ამ საგნებს შორის არავითარი კავშირი არ არის. უსისტემობას არჩევს. ანუ ეს განათლება კი არ არის, ეს განათლება არის, როდესაც შენ იაზრებ, რასაც სწავლობ და ამ გააზრების შედეგად ახალი ინტერესი გიჩნდება და კიდევ უფრო ღრმად იაზრებ მოვლენებს, მაგრამ აი ეს არის განათლება. რაც ხდება იმ თავისუფალ სკოლებში. რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა, მაგაზე გადავალ თავისუფალ სკოლებში და ჩვეულებრივ სკოლებში შენ სწავლობ ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკას, ის რანჟირებულია და შენ ვერ აკეთებ დასკვნებს, ვერ აკეთებ კავშირებს. ვერ აკავშირებ
აუყურებ ვერაფერს ერთმანეთთან და გივითარდება კლიპური აზროვნება, ანუ არა სისტემური აზროვნება, არამედ დანაწევრებული აზროვნება, რომელიც საერთოდ გიკლავს აზროვნების უნარს. შემდეგ გადავიდეთ თქვათ შეფასებაზე. რომელიც ბავშვს ეუბნება, ბავშვი ქვეცნობიერ დონეზე შეფასებას აღიქვამს როგორც პიროვნების შეფასებას და შენ რო ბავშვს რო უწერო ორიანს, შენ ეუბნები რომ შენ მას ეუბნები რომ ცუდი ადამიანი ხარ. და ხუთიანიც რო დაუწერო, შენ მას ეუბნები ამით რომ შენი პიროვნების შემფასებელი შენ კი არ ხარ, ვიღაც სხვა არის. და ზოგადად ყველა ეს სისტემური კომპონენტი დაწყებული ზარით დამთავრებული საყოველთაო პროგრამით, რომელიც ყველა ბავშვს ერთნაირად ერთ პროგრამას ასწავლის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბავშვს თავისი სხვა განსხვავებული ინტერესი აქვს. ეს ყველაფერი ქვეცნობიერ დონეზე აგზავნის ისეთ მესიჯებს ბავშვისთვის, როგორიც არის, რომ შენ არარაობა ხარ, შენი აზრი არაფერს არ ნიშნავს, შენ უნდა დაგვემორჩილო. გესმის ეს არის? ესე მოდი საუკუნეებია უკვე. არ არის საუკუნეები, მხოლოდ 2 საუკუნეა. დიახ. და აი ეს არის რა სკოლა ისეთი როგორიც ეხლა არსებობს სოფლიოში არის სულ 2-3 საუკუნე და ეს არის და მანამდე არსებობდა ეს ეგვიპტეში. აი ამ ეგვიპტურ მოდელში, ანუ იმ მოდელში რომელიც დღეს გვაქვს, ყველაფერი არის აგებული იძულებაზე და კონტროლზე და არის ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის ფაქტი, რომელსაც არავინ არ ითვალისწინებს. ეს ის არის, რომ რასაც გვაძალებენ, ის გძულდება. მერე არის მეორე ფაქტი, რომელსაც არ ითვალისწინებს. როდესაც ადამიანს ბავშვს რამეს აძალებ, ის იღებს სტრესს. და ჩვენი შვილები, რომლებსაც ჩვენ უშვებთ სტანდარტულ სკოლაში, ჩვეულებრივ სკოლაში, 12 წლის განმავლობაში დღეში 6 საათი არიან სტრესის ქვეშ. სულ რო ყველა დაუყვავოს იქ და ძალიან კარგად მოექცენ მასწავლებლები, თვითონ ის ფაქტი, რომ ისინი მათი ნების წინააღმდეგ არიან ოთახში ჩაკეტილები და სწავლობენ იმას, რაც მათ არაურჩევიათ, ეს უკვე სტრესია. და ეხლა გეტყვით ერთ ფაქტს. კვლევებმა აჩვენა, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანები, ვინც სკოლის პროგრამას ივიწყებენ 100%-ით. ცნობილია, რომ წერა-კითხვის შესწავლას სჭირდება მაქსიმუმ 100 საათი და არა 12 წელი. და წერა-კითხვის გარდა პრაქტიკულად არავის არაფერი არ ახსოვს სკოლიდან და ეს შემთხვევითი კი არ არის. ეს ხდება იმიტომ, რომ რახან ეს ძალადობრივი ინსტიტუტია და ჩვენ რახან ბავშვებს აძალებენ აქ სწავლას. შემდეგ ტვინი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს მოიშოროს ეს ცოდნა, იმიტომ რომ ის უსიამოვნო შეგრძნებებთან არის დაკავშირებული. ჩვენ შეგრძნებებს და ინფორმაციას ერთად ვიმახსოვრებთ. და შემდეგ ამ უსიამოვნო შეგრძნების დავიწყებასთან ერთად ვივიწყებთ იმ ინფორმაციას, რომელიც მათთან ერთად მივიღეთ. ამიტომ ეს არის სრულიად უსარგებლო ნგრევა ადამიანის ფსიქიკის. ცუდის მეტი სკოლაში არაფერი არ ხდება. მე მინდა ყველა მშობელმა იცოდეს, რომ როდესაც ის სკოლაში ბავშვს უშვებს, ის უშვებს ბავშვს სასაკლაოზე, სადაც ბავშვს უკლავენ შემოქმედების უნარს, აზროვნების უნარს და სადაც მისი ფსიქიკა ტრამვირდება. ლევან, ამის გადაწყვეტის რა გზა არის დღეს? ამის გადაწყვეტის ის გზა არის, რაც გააკეთა ფინეთმა. ფინეთმა ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ლიბერალური გახადა სწავლება, ნელ-ნელა მოხსნა საგნები, მოხსნა დასჯა, ნელ-ნელა მოხსნა ის რეპრესიული მექანიზმები, რაც სკოლაშია და 2020 წელს, ახლა 2020-ში ფინური სკოლა გადადის აბსოლუტურად თავისუფალი სკოლის მოდელზე. ეს ოფიციალურად გამოაცხადეს. თავისუფალი სკოლა არის სკოლა, რომელიც არსებობს დაახლოებით 150 წელია მთელ მსოფლიოში. ყველა ქვეყანაშია საქართველოს გარდა. სხვათა შორის და თავისუფალი სკოლა არის სასწავლებელი, სადაც ბავშვი მიდის და სადაც არის სტუდიები, არის ბიბლიოთეკები, არიან მასწავლებლები ყველაფრის, არის აბსოლუტურად ყველაფერი, რაც სწავლისთვის აუცილებელია, სპორტული დარბაზით დაწყებული, მუსიკალური სტუდიით დამთავრებული, მაგრამ არის ერთი წესი. არავის არ აქვს უფლება ბავშვს დააძალოს რამე. ერთადერთი რისი უფლებაც აქვს დიდებს, ეს არის დააინტერესონ.
და თუ გაჩნდა ცოცხალი ინტერესი, თუ ბავშვმა გთხოვა რომ რაღაც ასწავლო, შემდეგ ასწავლი, მაგრამ ასწავლი არა ისე კლიპურად და დანაწევრებულად, როგორც ეს სკოლაში ხდება, არამედ ასწავლი საფუძვლიანად. ანუ არ არის აუცილებელი თუ ბავშვი ინტერესდება რაღაცით 45 წუთში ააგდო და გააგდო სხვაგან. ანუ იქ არ არის ესეთი აკვიატებული სისულელეები. იქ არ თვითონ ბავშვები წყვეტენ, ბავშვები აფასებენ თავის შრომას, თავის მიღწევებს. ბავშვები წყვეტენ რამდენი საათი ისწავლონ, როგორ ისწავლონ, ირჩევენ საგნებს. რაღაც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არარეალური გონია ეხლა როდესაც ცირა საქართველოში არარეალურია, მაგრამ არსებობს ინგლისში, ამერიკაში, მთელს ევროპაში, რუსეთში უამრავი თავისუფალი სკოლა. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ მითებში, რომელსაც რეალობასთან არაფერი კავშირი არ აქვს. ერთ-ერთი მითი არის ის, რომ ბავშვს ინტერესი არ აქვს. ადამიანს თუ რამე გამოარჩევს ცხოველთა სამყაროსგან, ეს არის ინტერესი და ეს არის მისი ფუნდამენტური თვისება, მისი ბუნების. ბავშვებს დააკვირდით სკოლამდე, სულ რაღაცით არიან დაინტერესებული, მაგრამ სკოლაში რომ მიდიან, ეს ინტერესი ინგრევა. იმიტომ რომ იქ კი არ აკმაყოფილებენ ბავშვის ინტერესს, არამედ აძალებენ რაღაცას, რითიც ის არ დაინტერესებულა. და თავისუფალ სკოლაში არ ხდება ესე და თავისუფალ სკოლებში დაახლოებით 3-დან 6 თვემდე ბავშვები არაფერს არ აკეთებენ, როდესაც ისინი გადაყავთ ჩვეულებრივი სკოლებიდან. ანუ ჩვეულებრივ სკოლაში რო არის ბავშვი, რომელსაც უკვე ძულს სწავლა, ეზიზღება სკოლა, ეზიზღება მასწავლებლები, ესეთი ბავშვი რო გადაყავთ თავისუფალ სკოლებში, მას ადაპტაციისთვის ჭირდება სადღაც 3-დან 6 თვემდე, ეს უკვე შემოწმებული ფაქტია. და მაქსიმუმი არის 6 თვე, როცა ის არაფერს არ აკეთებს. 6 თვის მერე ის იწყებს დაინტერესებას და როგორც წესი თავისუფალ სკოლებში ისეთი აკადემიური მიღწევები აქვს, რომელიც არც კი დაესიზმრებათ ჩვეულებრივ სკოლებში. 2-3 წელიწადში თავისუფალ სკოლებში ბავშვები მთელი სკოლის პროგრამას გადიან და წარმატებით აბარებენ ნებისმიერ გამოცდა, შემდეგ გამოსაშვებს თუ უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდა. ეს ხდება იმის გამო, რომ ეს არ არის შემთხვევით, იმის გამო ხდება, რომ როდესაც ბავშვი არის ჩვეულებრივ სკოლაში და მას აძალებენ სწავლას, მას ერთვება ძირითადად რეპტილიური ტვინი, რომელიც არის გადარჩენის ინსტინქტთან დაკავშირებული, იმიტომ რომ სტრესი თავისთავად აქტიურებს საფრთხის შეგრძნებას და ფაქტიურად ტვინის ის ნაწილები, რომლებიც პასუხისმგებელია ინტელექტუალურ და ემოციურ მუშაობაზე, პარალიზდება ნაწილობრივ ან მთლიანად. და ცნობილია ასევე ესეთი რაღაც, რომ ჩვეულებრივ სკოლაში აძალებენ ბავშვებს მშრალ ინფორმაციას. სადაც არ არის ჩართული ბავშვის ემოციები და გრძელვადიან მეხსიერებაში გადადის ძირითადად ის ინფორმაცია, რომელიც ემოციურად არის დამახსოვრებული. ამიტომ სკოლაში ნასწავლი ეს მშრალი ინფორმაცია მით უმეტეს დაძალებული გრძელვადიან მეხსიერებაში არ გადადის და თავისუფალ სკოლაში კი აი ამ სტრესს, ამ დაძალებას რო არის მოშორებული ბავშვი, მისი ტვინი მუშაობს სულ სხვანაირად, გაცილებით უფრო სწრაფად და გაცილებით უფრო ეფექტურად და თანაც იმის გამო რომ ბავშვი თვითონ არის დაინტერესებული თავისივე არჩეულ საგანში და ცოცხალი ინტერესი ამოძრავებს, მისი ემოციური ტვინი ჩართულია ამაში და ამიტომ ეს ინფორმაცია მყარდება გრძელვადიან მეხსიერებაში. ანუ თავისუფალ სკოლებში გარდა იმისა, რომ 2-3 წელიწადში გადიან მთელ სკოლის მასალას, ეს მასალა აღარ ავიწყდებათ. ესმით და თან ბავშვები არ არიან ტრამვირებული, ისინი არიან ჰარმონიულები და ბედნიერები.
ლევან, შენ წიგნში ამაზეც არის საუბარი? წიგნში არის ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ ჩემს წიგნს ცოტა უფრო ფართო ჰორიზონტი აქვს, ასე ვთქვათ. ჩემი წიგნი არის ზოგადად იმაზე, რომ ჩვენ ვიმყოფებით უკვე მოძველებულ პარადიგმაში, ბავშვთან ურთიერთობის საკითხში. ეს პარადიგმა არის ბავშვის მართვა და კონტროლი. და მე ვამბობ, რომ მომავალი მსოფლიოსი ნათელი მომავალი, ასე ვთქვათ, ბედნიერი მომავალი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენ გავანთავისუფლებთ ბავშვებს, თუ ჩვენ მათ მივანიჭებთ თავისუფლებას და აქ თავისუფლებაზე ვიტყვი 2-20 სიტყვას, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია, ერევათ ხოლმე. არსებობს ლიბერალური აღზრდა და არსებობს დემოკრატიული აღზრდა. ლიბერალური აღზრდა არის, როდესაც შენ ეუბნები ბავშვს, რომ შენ შეგიძლია ყველაფერი თავისუფალი ხარ, უпростоრად ექცევი ასე და მასთან არ გაქვს მუდმივი შინაგანი კავშირი, მუდმივი დიალოგი. ასეთ შემთხვევაში ბავშვი, რომელსაც სრული თავისუფლება აქვს და რომელსაც რაც არ უნდა ჩაიდინოს, არ აძლევენ შენიშვნას, რა თქმა უნდა ხდება დიქტატორი და რა თქმა უნდა ხდება პატარა გაფუჭებული არსება, რომელიც ოდნავ თუ რაიმეს ვერ მიიღებს ისე როგორც უნდა, გაფშიკავს ფეხებს და გამართავს ისტერიკას, მაგრამ დემოკრატიული ანუ მართლა ჭეშმარიტად თავისუფალი აღზრდა სულ სხვა რამეა. დემოკრატიული აღზრდა გულისხმობს რამოდენიმე რამეს. იმას, რომ შენ კი ბავშვს აძლევს სრულ თავისუფლებას, მაგრამ შენ სულ დიალოგში ხარ ბავშვთან და თან როგორც თანასწორ ადამიანთან დიალოგში. ანუ თუ შენ ბავშვი ცუდად მოგექცა, შენ თავს კი არ ჩახრი და კი არ გახვალ, როგორც ეს ლიბერალური აღზრდის შემთხვევაში, შენ მას აუხსნი, რომ მეწყინა, შენ ესე არ უნდა მექცეოდე. არც დასჯი და არც ესე ლიბერალურად გაექცევი პასუხისმგებლობას. შენ მუდმივ დიალოგში ხარ ბავშვთან. თანაც შენ გაქვს მიდგომა ისეთი, რომ ანუ მისი თავისუფლება ერთდროულად ხდება მისი პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში არ ხდება ბავშვის გაფუჭება. პირიქით ბავშვი იზრდება პასუხისმგებლიანი, ის ხდება პასუხისმგებელი თავის საქციელზე. ლევან, წიგნთან დაკავშირებითაც რაღაც პრაქტიკებიც არის ხო მშობლებისთვის შენს წიგნში, სხვადასხვა ცნობილი ფსიქოლოგების მეთოდები თუ არა? არა, მე მაქვს 2 წიგნი ფაქტობრივად. ერთი არის აი ის რაც შენ ახსენე, რომელიც არის ზოგადად ამ ყველაფერზე და არის მეორე წიგნი პრაქტიკული, რომელიც რაღაც დამუშავების სტადიაშია, რომელიც არის უკვე კონკრეტულად ასაკების მიხედვით დაყოფილი და კონკრეტული საკითხების მიხედვით დაყოფილი, ანუ აღებულია მაქსიმალურად ბევრი სიტუაცია, რომელშიც მშობელი ხვდება ბავშვთან ურთიერთობისას და აი ამ სიტუაციებში როგორ უნდა მოიქცეს მშობელი. ამაზე არის ეს მეორე წიგნი. ორივე წიგნი ძალიან მალე იქნება უკვე, იმიტომ რომ უკვე დასრულების სტადიაშია.